მოგესალმებით, თქვენ უსმენთ Dress Codes, მე კი ნიანი ჟარაძე ვარ. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ მეტგალას. მეტგალას ისტორიის განხილვა ღონისძიებისა, რომელსაც ესწრება მსოფლიო ვარსკვლავების გამორჩეული ნაწილი, მოდის სამყაროს ყველაზე გამორჩეული სამოსით შემოსილნი, რათა თანხა შეაგროვონ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტისთვის, შეუძლებელია თავად კოსტიუმების ინსტიტუტის ისტორიის განხილვის გარეშე. წარმოიდგინეთ ნიუ-იორკი 1930-იან წლებში, ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, მეხუთე ავენიუზე 1931 წელს, ხოლო ნიუ-იორკის ქალაქის მუზეუმი იმ შთამბეჭდავ წითელი აგურის შენობაში, სადაც დღემდე მდებარეობს 1932 წელს დაარსდა. სწორედ ამ პერიოდში თეატრის პროდიუსერ აირინ ლუისონსა და სცენის დიზაინერ ალინ ბერშტეინს გაუჩნდათ იდეა, თუ ამერიკულ ხელოვნებასა და ადგილობრივ ისტორიას საკუთარი მუზეუმები ჰქონდათ, სად იყო მოდის ტაძარი. მათ ჰქონდათ მოდის მდიდარი კოლექცია, რომელსაც თეატრალური დადგმებისა და კვლევებისთვის იყენებდნენ. მათ კარგად ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის მიეცათ საშუალება ეხილათ ეს კოლექციები. კოსტიუმების ინსტიტუტი თავდაპირველად არსებობდა როგორც კოსტიუმის ხელოვნების მუზეუმი, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 1937 წელს დაარსდა. უკვე 1938 წლის მარტში ჟურნალი Vogue აქვეყნებს რეკლამებს ისტორიული მოდის შესახებ ლექციებზე, რომელსაც მუზეუმი მართავდა. იმ დროს მუზეუმი მდებარეობდა მეხუთე ავენიუს 650 ნომერში პირდაპირ როკფელერის ცენტრში. თანადამფუძნებელ აირინ ლუისონის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1946 წელს კოსტიუმის ხელოვნების მუზეუმი გაერთიანდა მეტროპოლიტის ხელოვნების მუზეუმთან და ამის შემდეგ უკვე კოსტიუმების ინსტიტუტის სახელით გახდა ცნობილი. თუმცა მუზეუმის სხვა დეპარტამენტებისგან განსხვავებით, კოსტიუმების ინსტიტუტი თვით დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული. სწორედ აქედან იწყება მეტგალა, ანუ როგორც მას მაშინვე უწოდეს, წლის წვეულება. მოდამ მხოლოდ სამოსი არ არის, მას სჭირდება ცოტაოდენი ეფექტიც. ლამაზი ჩაცმულობა საჭიროა, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ჭკვიანური მარკეტინგიც, რომელიც ყურადღებას მიიპყრობს. მოდის სამყაროს გამორჩეული პიარ გურუს ელანორ ლამბერტის სარეკლამო გენიით შთაგონებულმა კოსტიუმების ინსტიტუტმა 1958 წელს ყოველწლიური საქველმოქმედო გალა დააფუძნა. ლამბერტი იყო პასუხისმგებელი ნიუ-იორკ Fashion Week-ის შექმნაზე, ასევე Council of Fashion Designers of America-ის დაფუძნებასა და პრესტიჟული საუკეთესო ჩაცმულთა საერთაშორისო სიის შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოდის სახელით გამართული წვეულება თავიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა, ლამბერტმა საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა, როდესაც ღონისძიებას წლის წვეულება უწოდა. ამის შემდეგ მასზე დასწრება პრაქტიკულად აუცილებელი გახდა მაღალი ფენისთვის. პირველი წლის წვეულება შემოდგომაზე ვახშმის ფორმატში გაიმართა და არა მაისის პირველ ორშაბათს, როგორც ახლა იმართება ხოლმე ტრადიციულად. თენესის მეტროპოლიტის მუზეუმში არ ჩატარებულა. მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ღონისძიების ლოკაცია იცვლებოდა, რეინბოუ რუმიდან დაწყებული ვოლდორფ ასტორიამდე. 1958 წლამდე ღონისძიებას მხოლოდ Women's Wear Daily აშუქებდა, ინტერესის გასაცდელად სხვადასხვა გამოცემების თხოვეს საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ სტატიები დაიწერათ, ამ ხერხმა იმუშაო საზოგადოების ინტერესი დღითიდღე უფრო იზრდებოდა. ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე დასწრება მაშინ $50 ღირდა, რაც დღეს $660 ეკვივალენტია. თუმცა წლევანდელი მეტგალას ბილეთების ღირებულება $100,000-მდე გაიზარდა. მაშინ რთულად წარმოსადგენი იყო, რამდენად მნიშვნელოვანი გახდებოდა ეს ღონისძიება მომავალში. 1958 წლისთვის კოსტიუმების ინსტიტუტმა Metropolitan Museum of Art-ში თავისი სივრცე გააფართოვა, რამაც ყოველწლიური გალა კიდევ უფრო აუცილებელ და პრესტიჟულ მოვლენად აქცია. 1972 წელს დიანა ვრილენდმა, რომელიც 1963-1971 წლებში Vogue-ის მთავარი რედაქტორი იყო, თავისი უსაზღვრო კრეატიულობა კოსტიუმების ინსტიტუტს მოახმარა და მეტროპოლიტენის მუზეუმში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. ვრილენდის გამოფენები უფრო ფანტასტიკური და თეატრალური იყო, ვიდრე აკადემიური და ზუსტად ამავე მიდგომით მან წლის წვეულებაც მის სახელთან უფრო შესაფერის გრანდიოზულ მოვლენად აქცია. მისმა 1973 წლის გამოფენამ The World of Balenciaga განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. გამოფენა, რომელიც ლეგენდარული კრისტობალ ბალენსიაგას გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ გაიხსნა, მისი მრავალწლიანი კარიერისადმი მიძღვნილი ოდა იყო. ვრილენდი იმდენად დეტალებზე ორიენტირებული იყო, რომ გალერეაში ბალენსიაგას სუნამოც კი გააფრქვიეს. სწორედ იმავე წელს აიღო წვეულებამ ნამდვილი სტარტი. ღონისძიება უკვე თავად Metropolitan Museum of Art-ში კერძოდ Medieval Sculpture Hall-ში იმართებოდა, თანაც სადილისთვის სუფრის გადასაფარებლებიც კი თავად ოსკარ დე ლა რენტამ შექმნა. 1995 წელი პირველი წლის
წლის წვეულება იყო, რომელსაც თანათავმჯდომარის რანგში ანა ვინტური ხელმძღვანელობდა. ვინტურის ხელმძღვანელობით ღონისძიებამ Vogue-ის ფურცლების მსგავსი სახე მიიღო, სავსე მოდელებით, მსახიობებით, არტისტებით და მუსიკოსებით. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, იმ ადამიანებით, რომლებიც ამერიკულ და საერთაშორისო კულტურას განსაზღვრავდნენ. 1996 და 1998 წლების გამოკლებით, როდესაც გალას სხვა თანათავმჯდომარეები ყავდა, ვინტური მას შემდეგ ყოველწლიურად ხელმძღვანელობდა ღონისძიებას. წლებთან ერთად ღონისძიების მიმართ გლობალური ინტერესიც, რა თქმა უნდა, იზრდებოდა. 2001 წლისთვის Met Gala-მ თავისი ოფიციალური თარიღიც მიიღო მაისის პირველი ორშაბათი. 1999 წლის გამოფენის Rock Style-ის შემდეგ რამდენიმე გარდამავალი წელი დადგა Met Gala-ს ისტორიაში. 2000 წელს არც გალა და არც გამოფენა არ ჩატარებულა, 2001 წელს კი Hamish Bowles-მა გამოფენა Jacqueline Kennedy-ს The White House Years მოაწყო. თუ რომელიმე კონკრეტული გალა შეიძლება გარდამტეხ მომენტად ჩაითვალოს Met Gala-ს ისტორიაში, ეს აუცილებლად უნდა იყოს 2004 წლის სახიფათო კავშირები მოდა და ავეჯი მე-18 საუკუნეში. ამ საღამოზე ამბერ ვალეტამ თემატიკა სრულიად აითვისა მე-18 საუკუნის სტილის მოცულობითი ვარცხნილობითა და ჯონ გალიანოს კაბით, რომელიც მე-18 საუკუნის ფრანგი ქალბატონების სამოსის ელემენტებს ირონიულად იმეორებდა, საოცარი შოუ მოაწყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო Vogue-ის ღონისძიებების დეპარტამენტმა მოსაწვევებში კონკრეტული და დეტალური დრეს-კოდების მითითება. 2010 წელს Lady Gaga-მ საფუძველი ჩაუყარა გალას ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ტრადიციას, სადილის შემდეგ გამართულ მოულოდნელ მუსიკალურ წარმოდგენებს, მოგვიანებით ამ გზას გაყვნენ Katy Perry, Weeknd, Frank Ocean, Rihanna, Madonna და სხვა ვარსკვლავებიც. ეს საიდუმლო წარმოდგენები სტუმრებმა არასდროს იციან, ვინ გამოვა სცენაზე, მხოლოდ გალას მონაწილეებისთვის არის განკუთვნილი, ღონისძიების შიგნით პრესისა და ფოტოგრაფების რაოდენობა მკაცრადაა შეზღუდული. თუმცა წითელი ხალიჩა, რომლის ხილვად საზოგადოებას ქუჩიდანვე შეუძლია თავისთავად ერთგვარ პერფორმანსად იქცა. დავუბრუნდეთ 2026 წლის Met Gala-ს. წლევანდელი გამოფენა Costume Arts მოდას სახვითი ხელოვნების სიმაღლეზე აყენებს. 2026 წლის 10 მაისიდან 2027 წლის 10 იანვრამდე მუზეუმის ახალი თითქმის 12000 კვადრატული ფუტის ფართობის ასობით ხელოვნების ნიმუშს უმასპინძლებს, რომლებიც სხეულისა და სამოსის ურთიერთობას იკვლევს და თემატურად შესაბამის მოდასთან იქნება შეხამებული. თემის შესაბამისად საღამოს დრეს-კოდი Fashion is Art სტუმრებს თხოვდა თავადაც ერთგვარ ცოცხალ ხელოვნების ნიმუშად, ცოცხალ ტილოდ ქცეულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დრეს-კოდი ინტერპრეტაციის დიდ თავისუფლებას ტოვებდა, გამოფენის ქვეთემებმა გარკვეული მიმართულებები მაინც შესთავაზა სტუმრებს. ბევრმა კლასიკურ სხეულს მიმართა და ჰელინისტური სტილის დრაპირებები მოირგო, სხვებმა კი ანატომიური სხეულის კონცეფცია გამოიკვლიეს. უამრავმა სტუმარმა კლასიკური შიშველი ფიგურების ესთეტიკას მიმართა. საღამოს თანათავმჯდომარეებმა თემის საკუთარი უნიკალური ინტერპრეტაციები წარმოადგინეს. ნიკოლ კიდმანი გამოჩნდა შანელის, მეთიუ გლეიზის მიერ შექმნილ კოსტიუმში, ხოლო მისი ქალიშვილი Sunday Rose Kidman-Urban, რომელიც გალას პირველად ესწრებოდა ვარდისფერ დიორის კაბაში. ახლად დაქორწინებულმა და ჩოგბურთის ლეგენდამ ვენუს ვილიამსმა პატივი მიაგო 2022 წელს National Portrait Gallery-ის მიერ შეკვეთილ საკუთარ პორტრეტს ვენუს ვილიამს Double Portrait, რომელიც მხატვარ რობერტ პრუიტს ეკუთვნის. ეს შავი სვაროვსკის კრისტალებით გაფორმებულ კაბაში აისახა. და რა თქმა უნდა, წითელი ხალიჩა ფაქტობრივად დაიპყრო ბიონსემ, რომელიც ოლივერ რუსტინგის დიზაინით გამოჩნდა სხეულზე მორგებული კაბა, კანისფერი მეშთა და ბრილიანტის ჩონჩხის ფორმის სკულპტურით იყო გაფორმებული, რომელიც თითებამდე ჩადიოდა. საღამო ოჯახურ მოვლენად იქცა, მასთან ერთად იყვნენ Blue Ivy Carter-ი, მისი ქალიშვილი, რომელიც ასევე პირველად დაესწრო გალას და მისი მეუღლე Jay-Z. მადონამ წითელ ხალიჩაზე რელიგიური სიმბოლიკა და სურეალისტური ხელოვნება გააერთიანა, მისი მთლიანი ლუკი ინსპირირებული იყო და იმეორებდა ლეონორა კენინგტონის სურეალისტურ ნახატს წმინდა ანტონის ცდუნება. მადონა 2026 წლის ხალიჩაზე Saint Laurent-ის სამოსი წარდგა, მას ხელში ოქროსფერი საყვირი ეჭირა, თავზე ქუდზე დამაგრებული გემის მაკეტი ჰქონდა, საიდანაც დაშვებული შლეიფები 6 თანხლებ გოგონას ეჭირა და აფრების იმიტაციას ქმნიდა. ეს არ იყო უბრალოდ ვარსკვლავის გამოჩენა, ეს იყო გაცოცხლებული ხელოვნება, პერფორმანსი. გამორჩეული კოსტუმით გამოჩნდა სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი, მისი კოსტუმი შთაგონებული იყო veiled vestas, ანუ სკულპტურით. ნაცრისფერი მასალა სპეციალურად მოარგეს და ჩამოასხეს მის სხეულზე, რის შედეგადაც შეიქმნა სხეულზე მორგებული
განსხვავებული სილუეტი ილუზიური ელემენტებით, რაც სამოს მოძრავი, გამჭვირვალე ქსოვილის ეფექტს აძლევდა. վել ვესტაზე დაფუძნებული ჰეიდი კლუმის ლუკი პატივს მიაგებდა რაფაელე მონტის 1857 წლის სკულპტურას. ეს ნამუშევარი 1846 წელს შეკვეთით შეიქმნა და წარმოადგენს ვესტას ქალწულის, ძველი რომის ცეცხლისა და კერის ქალღმერთის ქურუმთა იდეალიზებულ გამოსახულებას. ვესტას ქალწულები იყვნენ რელიგიური ქურუმები ძველ რომში, რომლებიც წმინდა ცეცხლს იცავდნენ და სიმბოლურად სიწმინდესა და ქალაქის კეთილდღეობას განასახიერებდნენ. 2026 წლის მეტგალა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ღონისძიებას, რომელიც ცდება ჩვეულებრივ საქველმოქმედო საღამოს და გარდაიქმნება მასშტაბურ კულტურულ სპექტაკლად, სადაც მოდა პირდაპირ ხელოვნების კონტექსტში განიხილება. გამოფენა Costume Arts და მისი Fashion is Art dress code ხაზს უსვამს სხეულის, ჩაცმულობისა და სკულპტურული ესთეტიკის შერწყმას, ხოლო ვარსკვლავების ვიზუალურად ძლიერი, ხშირად ისტორიული და ხელოვნების ნიმუშებზე დაფუძნებული ლუკები აჩვენებს, რომ წითელი ხალიჩა თავად ხდება პერფორმანსი, რომელიც თანამედროვე პოპ კულტურას, მოდას და ხელოვნებას ერთ საერთო ნარატივში აერთიანებს. დღევანდელი ეპიზოდი ამით ამოწურულია. იმედია ისიამოვნეთ, მე გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.